თქვენ მოგეხსენებათ რომ გიორგი გახარია დღეს არ არის საქართველოში, ის იმყოფება ევროკავშირის ქვეყნებში, დღეს ის იმყოფებოდა ბრიუსელში. შესაბამისად, გიორგი გახარიას გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ის მივა თუ არა ამ ეგრეთ წოდებულ კომისიაზე მოდი მას დაუტოვოთ ეს გადაწყვეტილების მიღების ესე ვთქვათ უფლება. ეს ფიქრობ რომ ცალსახად ინდივიდუალური საკითხია, იმდენად რამდენადაც რამოდენიმე დღეა სხვა კომისიის სხვა ამ ეგრეთ წოდებულ კომისიაზე გამოცხადებული პირებთან დაკავშირებით იყო განსხვავებული აზრები, მაგალითად ზოგი ამბობდა რომ ამ კომისიაზე მისვლა იქ ყველაფრის მათთვის ახსნა რომ ისინი არიან არალეგიტიმურები, არაკონსტიტუციურად შექმნილი, არალეგიტიმურ პარლამენტში და შესაბამისად ეს ყველაფერი ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ოცნების მიერ შოუს დადგმას და ამ ძირითადი პოლიტიკური კრიზისიდან, რასაც ქვია პოლიტპატიმრები, რასაც ქვია არჩევნების მიტაცება, ოცნების რეჟიმად ჩამოყალიბება, კონსტიტუციის ჩარჩოებიდან გასვლა ეს როგორმე გადაფარული იქნეს ამ მიზანს ემსახურება. ძირითადად აი ერთი მოსაზრება ესე იყო ჩამოყალიბებული და მეორენი ამბობდნენ რომ ამ კომისიაზე მისვლა ამ ეგრეთ წოდებულ არალეგიტიმურ კომისიას მისვლის შემთხვევაში მას ლეგიტიმურობა შესძენდა. და ნუ ამას ჩვენ ვუყურებთ დღემდე რომ ერთნი ამას ამბობენ, მეორენი იმას ამბობენ. თქვენ რას ფიქრობთ? ჩვენ მაგალითად ჩვენს გუნდში ცალკეული ჩვენი გუნდის წევრები მაგალითად ვფიქრობთ რომ ამ კომისიაზე ამ ეგრეთ წოდებულ კომისიაში მისვლა იქ მათი პირდაპირი მხილება, როდესაც ისინი სანახევრო სიმართლეს ამბობენ საზოგადოების წინაშე და რაც მათ თითქოს პოზიტივს მოუტანს იმ შეკითხვებს სვავენ და აი ნახევრად სიმართლე ხო არ არსებობს. ესე იქცევა ეს კომისია, ეს ეგრეთ წოდებული კომისია და შესაბამისად იქ მისვლით და სრული სიმართლით საზოგადოებისთვის მათი მხილებით, სრული სიმართლით საზოგადოებისათვის ჩვენებით ამ კომისიას ფაქტობრივად დაუკარგავდა ფუნქციონირების მორალურ უფლებასაც კი. ამას ფიქრობს ზოგიერთ ჩვენი მაგალითად გუნდის წარმომადგენლები და მათ შორის მე გახლავართ მეც რომ მე მაგალითად ერთი აღებული ამ პარტიის წარმომადგენელი, ერთი აღებული მოქალაქე თუ მაგალითად ფიქრობ რომ ამ კომისიაზე მისვლა მათი პირდაპირ მხილება, მათი არალეგიტიმურობის ხაზის გასმა და ბოლომდე სიმართლის თქმა მგონია რომ არის სწორი. თუმცა ნუ არიან ისეთი ადამიანებიც რომლებიც პირიქით ფიქრობენ. ასე რომ ეს არის ცალსახად ინდივიდუალური საკითხი და რას გადაწყვეტს გიორგი გახარია 2-3 დღეში ამას ნახავს საზოგადოება. ბატონო, თქვენ იცით გიორგი გახარიას წინააღმდეგ ქართული ოცნების ლიდერის ბრალდებები, მას ადანაშაულება როგორც ღალატსა და შეთქმულებაში, აი ბოლო პერიოდში უკვე გლობალურ ომის პარტიასა და Deep State-თან კავშირში. შესაბამისად, მართლა ისმის კითხვა, როგორ შეიძლება ვთქვათ იქნას გამოყენებული გახარიას წინააღმდეგ 2019 წლის 20 ივნისი, რასაც მედიაში გავრილოვის ღამეს უწოდებენ. ლელა, პირველ რიგში საერთოდ მე მოვერიდებოდი ქართული ოცნების მხრიდან ამ ტერმინის, რასაც ღალატი ქვია, ესე ხელაღებით გამოყენებას და რა მაძლევს ამის თქმის საფუძველს. ჩვენ თუ გადავხედავთ პრეისტორიას, ისინი ამ ტერმინს იყენებდნენ სრულად გაუაზრებლად, დაუფიქრებლად და იყენებდნენ ჩვენი პოლიტიკური ლიდერის წინააღმდეგ. მაგრამ საერთოდ ის კი არა რომ ვიღაც შეკვეთილად, რაღაც message box-ით, რაღაც ნარატივით ამ ტერმინს ხშირად გამოიყენებს. ეს კი არ ამკვიდრებს ამ ტერმინს და ეს კი არ ხდის მას ქმედიც. ამას მისი უდიდებულესობა ქართველი ხალხი არქმევს თავის სახელს და ეს რჩება მე ისტორიულად, რასაც ეს მძიმე სიტყვა მოღალატე და ღალატი ქვია და ღალატს დღეს თუ ვინმე ჩადის ქართველი სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ, ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ეს არის ოცნების რეჟიმი, რომელმაც 24 წლის 26 ოქტომბერს ქართველ ხალხს მოპარა ევროპული არჩევანი, მოპარა კონსტიტუციური ერთერთი მთავარი უფლება
არჩევანის უფლება და მიიტაცა ხელისუფლება. ამიტომ არიან ისინი არალეგიტიმურები და ამიტომ არიან ისინი ატარებენ ამ ტერმინს, რასაც ქვია ოცნების რეჟიმი და ამიტომ არიან კონსტიტუციის მიღმა, რომ ეს ღალატი ჩაიდინეს როგორც დემოკრატიის, ასევე ქართველი ხალხის წინააღმდეგ და წინაშე. და შესაბამისად ახლა ვიღაცებისთვის, სხვებისთვის ამ რაღაც ჩემი შენ გითხარის პრინციპით რაღაც თითქოს ვიღაცა მოღალატე გახდება. არა, ვინ უღალატა? ვინვის უღალატა? ვინვის უღალატა? ამ კითხვას დავსვავ მე რიტორიკულად. გახარიამ, როდესაც ნახა, რომ ოცნება ზუსტად თავის ლიდერთან ერთად ღალატობდა ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, დემოკრატიულ მისწრაფებებს, გაუქმებული იყო სასამართლო ხელისუფლება, ხელისუფლების ყველა შტოს მორგება ხდებოდა ერთ ადამიანზე. ამიტომ დატოვა ის თანამდებობა და გადადგა და ეს არის ღალატი? მე ვფიქრობ, რომ ეს ღალატი კი არ არის, ქართულმა ხალხმა ზუსტად კარგად შეაფასა, ეს არის პირიქით, როდესაც შენ ყოფნის ძალა და ყველაფერს არქმევ თავის სახელს და თბილი კაბინეტის ნაცვლად შენ ირჩევ ოპოზიციურ პარტიას, რჩები ოპოზიციაში და რჩები ქართველ ხალხთან ერთად, რათა თუნდაც მაგალითად როგორც მე წინა ხელისუფლების დროს ვიყავი როგორც აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ასევე სასამართლო ხელისუფლებაში, ხო? და ადამიანები ამ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში რაღაც შეცდომებს უშვებენ. მეც ვაღიარებ, რომ რაღაც შეცდომები დაუშვი და შესაბამისად, როდესაც მე ახლა აღმოჩნდი გახარიას გუნდში და გახარემ, როდესაც შექმნა ეს ოპოზიციური პარტია, ეს არის ანგარიშვალდებულება, ჩვენ ვფიქრობთ ქართველ ხალხთან, რომ ჩვენს მიერ დაშვებული შეცდომები ამით გამოვასწოროთ და არა ის, რომ ვიღაცებმა ესე ჰაერზე იძახონ მოღალატეები და ღალატი. მოღალატეები არიან პირველ რიგში ისინი, სანამ არ დაბრუნდებიან ქვეყნის კონსტიტუციის 20 ივნისის მოვლენების კონტექსტში ჩარჩოებში სანამ მტერს არ უწოდებენ მტერს, მოყვარეს არ უწოდებენ მოყვარეს, ოკუპანტს არ დაარქმევენ ოკუპანტს, სანამ ამის გამბედაობა არ ეყოფა. 20 ივნისს რაც შეეხება გახარია და მზად არის თუ არა იმისთვის, რომ ერთი გიორგი გახარია დაუპირისპირდეს თეატ ულუკიანს და კომისიის კიდევ არაერთ წევრს მით უმეტეს ღია რეჟიმში. სასაცილოა ეს, როდესაც საერთოდ კითხვა ისმება. დიახ, კითხვა ისმება იმასთან დაკავშირებით, რომ გიორგი გახარია და შესაბამისად ჩვენ წოდის გვეცოდინება გიორგი გახარია დაუპირისპირდეს წულუკიანს. რაზეა საერთოდ საუბარი? ან საერთოდ სასაცილოა ისიც, რომ 20 ივნისთან დაკავშირებით გიორგი გახარიასთან აქვს ოცნების რეჟიმს შეკითხვები. ვისთან უნდა იყოს შეკითხვა? ეს შეკითხვები უნდა იყოს თვითონ მათთან, მათ რიგებში უნდა ეძებონ ეს შეკითხვები და ნახეთ რომლის დანახვაზეც 2-3 ნაბიჯით იწევდნენ უკან ოცნების დღევანდელი მოლაპარაკე თავები და დღევანდელი რეჟიმის წარმომადგენლები. 2-3 ნაბიჯით იწევდნენ უკან გახარიას დანახვაზე და გახარიას საგალობლებს და რა ვიცი, ღმერთო მოპატიე, ისეთ დიფთირამებს უძღვნიდნენ, ეხა აღარ გავიმეორებ იმ სიტყვებს, ხო? ეს ხალხი არიან ესენი. ანუ ისინი საიდანაც გზნობენ ძალას, როგორც ლერწამი, ისე ირხევიან იმ მიმართულებით. ასე რომ ვინ უნდა დაუპირისპირდეს მოვლენებზე, ვის ეკუთვნის ყველაზე მეტი კითხვა ეს მითხარით და სხვა თემებზე გადავიდეთ. 20 ივნისთან დაკავშირებით გიორგი გახარიას პირადად მე ვიხსენებ, რომ არაერთი ეთერში უთქვამს თქვენს წინაშე, თქვენი კოლეგების წინაშე, ამომწურავად გაუცია პასუხი. შესაბამისად, ახლაც თუ ის გადაწყვეტს პირადად და გამოცხადდება ამ ეგრეთ წოდებულ საგამოძიებო კომისიაში და მათ ეს კითხვები როგორც აანონსებენ ექნებათ, ის ამომწურავად უპასუხებს პასუხს, გასცემს პასუხს ამას ყველაფერს, ამხელს მათ თუ ვინ არიან ისინი, რომ მათ ამ კითხვის დასმის არანაირი ლეგიტიმური, არანაირი მორალური უფლება არ აქვთ და შესაბამისად საზოგადოება იხილავს ამას ყველაფერს, თუ რა თქმა უნდა გიორგი ამას გადაწყვეტს. გადავიდეთ მოდით სხვა თემებზეც. ევროპის საბჭოს საბჭოთა ასამბლეამ გამართა დღეს დებატები საქართველოს საკითხზე და რეზოლუციასაც უყარა კენჭი, რამდენიმე ძირითადი ჩანაწერის შესახებ ვეტყვი ჯერ მაყურებლებს. ასამბლეა შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში არსებული მდგომარეობის გამო და მოუწოდებს ხელისუფლებას სასწრაფოდ აღმოფხრას ბოლო საპარლამენტო არჩევნების დროს გამოვლენილი ხარვეზები და ნაკლოვანებები და შექმნას საარჩევნო გარემო, რომელიც ხელსაყრელია ახალი ჭეშმარიტ და დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნებისთვის, რომელიც გამოცხადდება მომდევნო თვეებში. ასამბლეა გამოდის მოწოდებით, რომ ყველა დაკავებული მომიტინგე გათავისუფლდეს დაუყოვნებლივ და მოხდეს დაკავებულებზე ძალადობის ფაქტების ობიექტური გამოძიება. რეზოლუცია ასევე აკრიტიკებს ქართული ოცნების მიერ ბოლო პერიოდში მიღებულ კანონებს, მათ შორის უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის მიღებას და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას სრულად გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის შეშფოთება, ასევე
ასამბლეა გმობს პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას და შეშფოთებულია, რომ სისხლის სამართლებრივი ბრალდება წაუყენეს ადამიანებს, რომელმაც უარი განაცხადეს კომისიის წინაშე წარდგენაზე. ასევე რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ რეკომენდაციებთან და პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებით პროგრესის არარსებობა არ შეუწყობს ხელს ქართული დელეგაციის რწმუნებათა სიგელების რატიფიცირებას. ეს მოკლე შინაარსი, რა თქმა უნდა, დოკუმენტის, რომელიც დღეს მიიღო, როგორც უკვე აღნიშნა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ. რა მნიშვნელობა აქვს ამ ტიპის რეზოლუციას, იმიტომ რომ ქართული ოცნება ჯერ კიდევ მის მიღებამდე ამბობდა, რომ ასამბლეის მოწოდების გაზიარებას არ აპირებს. ლელა, ჩვენს ტელემაყურებელს უნდა შევახსენოთ, რომ უკვე 10 წლებია, რაც ჩვენ ვართ ევროსაბჭოს წევრები. შესაბამისად, ეს არის ქართველი ხალხის ოფლით და სისხლით მიღწეული ზუსტად და ჩვენი წინაპრების ესე ვთქვათ, თავგანწივრით მიღწეული, რასაც ქვია ჩვენი ევროპულ ოჯახში პირველი გადადგმული ნაბიჯები, რასაც ევროსაბჭოს წევრობა ქვია. და ამ ფონზე, როდესაც ოცნების რეჟიმი აკეთებს იმ ნაბიჯებს, რასაც ქვია ამ ორგანიზაციიდან საერთოდ გარიცხვაზე საუბარიც კი ეს არის ზუსტად ის ღალატი, რაზეც ჩვენ საუბრობდით, ვინაიდან საქართველოს მოსახლეობის 85%-ს მოგეხსენება ევრო სტრუქტურებში გაწევრიანება ესახება მიზნად. და როდესაც ჩვენ ამის წინა რეზოლუცია ვიხილეთ, იქ პირდაპირ იყო მოცემული იმასთან დაკავშირებით, რომ თუ ოცნების ეს რეჟიმი არ გაათავისუფლებდა პოლიტპატიმრებს, არ დანიშნავდა ახალ არჩევნებს, სასამართლო ხელისუფლება არ გახდებოდა თავისუფალი და დამოუკიდებელი, აქეთკენ არ გადაედგმებოდა ნაბიჯები, შესაბამისად ეს რეზოლუცია იქნებოდა, ამის მოლოდინი ჩვენ გვქონდა და რა თქმა უნდა ჩვენ აქ დღეს, როდესაც მე გავეცანი ამ რეზოლუციას, იქ პირდაპირ ცალსახად აღწერილია, რაც ყველა ძირითადი პოსტულატები და პუნქტები თქვენ ჩამოთვალეთ, რომ ამ ქვეყანაში დემოკრატია არის საფრთხეში, ოცნება ჩამოყალიბდა რეჟიმად, გასულია კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, არ გვყავს სასამართლო ხელისუფლება, ვენეციის კომისია, რომელიც ერთ-ერთი ქმედითი მექანიზმია საერთოდ ამ ქვეყნის სასამართლო ხელისუფლების და მართლმსაჯულების მიმართულებით საერთოდ იგნორირებული იყო ბოლო წლების განმავლობაში და ამით მოხდა ის, რომ მაგალითად დღეს ჩინჩალაძე მურუსიძის კორუფციულ სინდიკატს სრული კარტბლაში აქვს ოცნების მიერ მიცემული ქართული კანონმდებლობის იმ ბოლოდროინდელი ცვლილებებით, იმ ეგრეთ წოდებული მოჩვენებითი ტალღებით, რომელიც კომისიის თავმჯდომარეც ქალბატონი წულუკიანი გახლდათ და რომელიც აანონსებდა ზუსტად ჩინჩალაძე მურუსიძის ჩამოცილება სასამართლო ხელისუფლებიდან, მაგრამ შემდეგ, რა თქმა უნდა, დიდი ალბათობით ივანიშვილის მითითებით ფაქტობრივად მათი თანაძრახველი გახდა და სასამართლო ხელისუფლება საბოლოოდ დაასამარეს. ასე რომ აქ მოცემული თითეული შეშფოთება, თითეული ეს შეფასება ჩვენს მიერ უნდა იყოს კიდევ ერთხელ კარგად გააზრებული, თავიდან ბოლომდე ამას რა თქმა უნდა ჩვენთვის ეს მოსალოდნელი იყო და მე ვფიქრობ, რომ სანამ ოცნების ხელისუფლება, ოცნების ეს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება და რეჟიმი არ დანიშნავს ახალ არჩევნებს, არ გაათავისუფლებს პოლიტპატიმრებს, მანამდე იქნება ეს რეზოლუცია და მანამდე იქნება სანქციები. ადოზაზა მურუსიძე ჩინჩალაძის ხსენებაზე ბრიტანული სანქციები გამახსენდა და მოდით ამ თემაზეც დაგისვავთ ერთ კითხვას, მით უფრო რომ კიდევ 4 თანამდებობის პირია დასანქცირებული ბრიტანეთის მთავრობის მხრიდან, 4-ვე მათგანს ადამიანის უფლებების დარღვევას ედავება ბრიტანეთის მთავრობა. ხო, დღეს გახდა ამ გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი. როგორ ფიქრობთ, რა გავლენას მოახდენს სანქციები ქართულ ოცნებაზე, იმიტომ რომ თავად ქართულ ოცნებას თუ ვკითხავთ, ამ სანქციებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და სანქციები მათთვის არაფერს ცვლის. აი, თქვენი შეფასებით სანქციების შესახებ გადაწყვეტილებების ფონზე მართველი პარტია ბოლო თვეების განმავლობაში უფრო დასუსტებულია თუ პირიქით უფრო გაძლიერებული? ნახეთ, სანქციები რომ არაფერს არ ნიშნავს, სანქციები რო არ მუშაობს, ეს ყველაფერი არის ესე ვთქვათ თითქოს იმის ჩვენება საზოგადოებისთვის, რომ ისინი ამ მიტაცებულ ხელისუფლებას როგორღაც ამას
ესე ვთქვათ ფლობენ. მაგრამ პირიქით მოეთყოლებს ამაზე ძალიან ბევრი ფაქტი. მაგალითად იგივე ბოლო პერიოდში მიღებული ამ არალეგიტიმური პარლამენტის მიერ მიღებული ეგრეთ წოდებული დრაკონული კანონები, რომელსაც ყოველგვარი პროცედურების დარღვევით არაკონსტიტუციურად თითქმის რაღაც კონვერული სისტემით პირველ მოსმენა, მეორე მოსმენა, მესამე მოსმენაზე კი საერთოდ საუბარიც არ არის ამის დაცვა. მე როგორც ვხედავ და უყურებ, თითქმის ყოველდღე იღებენ ამ არაკონსტიტუციურ და დრაკონულ კანონებს. და თქვენი აზრით, რატომ იღებენ ამ კანონებს ისე, რომ თავიანთ თავზე გქონდეთ მორგებული ეს ყველაფერი? იმიტომ ხო არა, რომ პირიქით ეშინიათ ხელისუფლების დაკარგვის. რა თქმა უნდა ესია, ეშინიათ ხელისუფლების დაკარგვის და ასწრებენ ახლა ამ არალეგიტიმური მეთოდებით, არალეგიტიმური ნაბიჯებით, რომ რაც შეიძლება მეტი ესეთი კანონი მიიღონ, რომლითაც მერე ფიქრობენ, რომ შეინარჩუნებენ ხელისუფლებას, მაგრამ ნუ ახლა ეს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ ყველასთვის უკვე ცნობილია, რომ ეს მათი უკვე ნაცადი მეთოდები მოძველებულია და ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ეს ვერ მოუტანს მათ შედეგს იმდენად რამდენადაც ქართველი ხალხის უმრავლესობამ, როგორც 2024 წლის 26 ოქტომბერს, ასევე ნებისმიერ სხვა არჩევნებზე უმრავლესობა მათ ეტყვის არას, ვინაიდან ისინი არიან საუბრობთ არაკონსტიტუციურ და არალეგიტიმურად. კი ბახეთ, დაასრულეთ და ჩაგეკითხებით ირაკლი ყობახიძემ, როდესაც სანქციებზე ვსაუბრობთ, 2 დღეს წინ ასე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას დასანქცირებულ სულხან თამაზაშვილის შესახებ, რომელიც აჭარის მთავრობის ახალი თავმჯდომარეა. ძალიან კარგად აიღებს ხელფას ბატონი თამაზაშვილი, აი გაჩვენებთ, თქვენი სანქციები არ მუშაობსო. კიდევ ერთხელ ეს ხო ირაკლი ყობახიძის პასუხი. აი რა ტიპის სანქციებია საჭირო, რომ ქართულმა ოცნებამ მაშინ რიტორიკა შეცვალოს? ნელა, თქვენ ხო ხედავთ ახლა, რომ ბრიტანულმა სანქციებმა აბსოლუტურად სხვა შედეგები გამოიღო, მყისიერი შედეგები გამოიღო. გაგახსენებთ მაგალითად იგივე მურუსიძის წუხილს, რომ მას ბარათიც კი დაებლოკა. დღესაც მოვისმინე, რომ ამ 4 დასანქცირებული ჩინოვნიკიდან რამოდენიმეს უკვე სხვადასხვა ქართულ ბანკებში ანგარიშები გაეყინა. ეს რა თქმა უნდა პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ისინი ლეგალურად უკვე ამ თანხებს ვეღარ მიიღებენ, ხო? და არალეგალურად ეხლა ჩვენ ხარჯზე, როდესაც გამოვიდა იგივე ყობახიძე და გააკეთა განცხადება, რომ ბიუჯეტის ხარჯზე თურმე ამ დასანქცირებულ 200 ოცნების რეჟიმის ჩინოვნიკს ჩვენ ხარჯზე გადაუხდიან კომპენსაციას, ეს ინკრიმინირებული ქმედებაა, ეს არაკანონიერია, ეს არალეგიტიმურია და ნუ ამაში ესენი შემჩნეული არიან, რომ კონსტიტუციის მიღმა არიან გასული და არალეგიტიმურად იქცევიან საერთოდ და თუ ამასაც გააკეთებენ, კი ბატონო, გასაგებია, შავი ფული იქნება ეს მიცემული უკვე მათი არალეგიტიმურად და ამ შავ ფულზე და კორუფციაზე დგას ზუსტად ეს ოცნების რეჟიმი, ეს ხო არ ახალია, ხო? ამ შავი ფულით და ამ პოლიტიკური კორუფციით მიღებული ამ მათი შავი სალაროების მიხედვით ხდება ჩვენი ზოგიერთი ამომრჩევლის მოსყიდვა, მერე იქ დაშანტაჟება, სხვადასხვა საქმეების შეკერვა და ამ კორუფციული სინდიკატის, რასაც ჩინჩელაძე მურუსიძის სინდიკატი ქვია, მათი მოსყიდვა. ასე რომ თუ თქვა ქართულ ბანკებში ისინი ლეგალურად ვეღარ აიღებენ თავიანთი სახელმწიფო ბარათებით ხელფასებს, რა თქმა უნდა, ესე არალეგიტიმურად მიცემენ შავ ფულს. კარგი, ბოლო კითხვა მინდა დაგისვათ, უკვე 9 აპრილზე გუშინ გახდა, ხო? 36 წელი გავიდა 1999 წლის 9 აპრილის მოვლენებიდან, ამდენი წლის შემდეგ პირველად ხელისუფლების წარმომადგენლებს არ მიეცათ 9 აპრილის მემორიალთან მისვლის შესაძლებლობა. თავდაპირველად ამის მცდელობა იყო, თუმცა როგორც დასრულდა კოტე ზარნაძის და დავით ფაცაციას მისვლა მემორიალთან, ეს მაყურებელმა იცის, ამიტომ ეს თქვა ინციდენტის შესახებ აღარ მოვყვები. ამ ამბის შემდეგ უკვე ქართული ოცნების არც ერთ წარმომადგენელს არ უცდია მემორიალთან მისვლა. არ ვიცი რა დაგანახათ გუშინდელმა დღემ 2025 წლის 9 აპრილმა, რომელმაც დაპირისპირების ფონზე ჩაიარა, რისი გამოძახილი იყო ეს ყველაფერი და აქვე რა არის თქვენი სათქმელი ქართული ოცნების პირველი პირების შეფასებებზე, რომელიც კრიტიკის საგანია, ვგულისხმობ რუსეთის არხსენებას და პარალელებს საბჭოთა კავშირსა და ბრიუსელს შორის. 9 აპრილი მოგეხსენება თქვენ, რომ ეს არის როგორც უდიდესი გამარჯვების, ქართველი ხალხის უდიდესი გამარჯვების დღე, ასევე ტრაგიკული დღე.
რადგან 36 წლის წინ 21 ჩვენი თანამოქალაქე შეეწირა ამ თავისუფლებისთვის ბრძოლას და მათ თავიანთი სიცოცხლე ყველაზე ძვირფასი გასწირეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლებისთვის. და როდესაც ჩვენ 36 წლის თავზე ყავს ისეთი ეგრეთ წოდებული ხელისუფლება, რომელიც მტერს ვერ უწოდებს მტერს და მოყვარეს ვერ არქმევს მოყვარეს და პირიქით ეს აღრეული აქვს ეს ტერმინები და როდესაც ის ვერ ბედავს მივიდეს ამ გარდაცვლილ 9 აპრილის გარდაცვლილთა მემორიალთან მივიდეს და მიუახლოვდეს ამ მემორიალს ეს უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს ლელა ეს მეტყველებს იმაზე რომ ეს არის პირდაპირ ლაკმუსის ქაღალდი იმისა რომ გასული წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე მათ მიიტაცეს ხელისუფლება ქართველი ხალხის უმრავლესობა მისთვის არ მიუცია ძალაუფლება, არ გადაუცია ძალაუფლება. დღეს ოცნების რეჟიმს გონია რომ ძალაუფლების ხელისუფლების წყაროა ივანიშვილი და ხელისუფლების წყარო არ არის ივანიშვილი. ჩვენი მოქმედი კონსტიტუციის შესაბამისად ხელისუფლების წყაროა ხალხი, ქართველი ხალხი და შესაბამისად როდესაც ჩვენ ქართველი ხალხის უმრავლესობა არ გირჩევს და შენ არჩევნებს აყალბებ და ესე იგდებ ხელისუფლებას ხელში, შესაბამისად შენ ვერ იქნები ვერც ლეგიტიმური და ვერც გექნება ვერც მორალური და ვერც ფიზიკურად ვერ შეძლებ რომ მიხვიდე და ვინმეს ნაცარიში აყარო თვალებში და თითქოს შენ გული შეგტკივა 9 აპრილის გარდაცვლილთა გარდაცვლილებისთვის და საერთოდ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის. როდესაც შენ ქვეყანას ყველაფერი წაართვი, ევროპული მომავალი, თავისუფალი არჩევნები, ყავს 50-ზე მეტი პოლიტპატიმარი და იღებ არალეგიტიმურ კანონებს და ხალხს ამყოფებს სიდუხჭირეში, რომელთა უმრავლესობას, ანუ დაახლოებით მილიონ ადამიანს დღეს უჭირს და პატარა ბავშვებს უჭირს დღეს და ისინი კორუფციის ჭაობში არიან ჩაფლული ეს 25 ოჯახი. მადლობა იმისთვის რომ გვესტუმრეთ და გაგვიზიარეთ თქვენი შეფასებები. ზაზა თავაძე იყო ჩვენი სტუმარი.